დღეს 26 ოქტომბერია, თქვენ უყურებთ კურიერი PS სანდრო კაჭახიძესთან და ავთო გვასალიასთან ერთად საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, პასპორტი ჩამორთმეულია, ქვეყნის დატოვება აკრძალული, ბრალი აღიარებული, კაცი რომელსაც ორჯერ ეკავა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობა სასამართლოს წინაშე ახლა ბრალდებულის სტატუსით წარსდგა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სახელმწიფო თანამდებობა პირადი შემოსავლის წყაროდ ყოფილ პრემიერს ერთი თვე აქვს მილიონი ლარის გირაოს გადასახდელად. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ღარიბაშვილი არასანქცირებული გზით იღებდა დიდ ფინანსურ სარგებელს, რომელსაც ოჯახის წევრებზე აფორმებდა, როგორც ბიზნესებს, ისე ძვირად ღირებულ ქონებას. საუბარია 9 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილებზე, ღვინის ქარხნების 100%-იან წილებზე და სახლში ნაპოვნ მილიონებზე. ეჭქვეშ დგას დეკლარაციებში მითითებული განმარტება მამის საჩუქარი, რაც გამოძიების ვერსიით შეგნებლად იყო გამოყენებული შავი ფულის გასათეთრებლად. იზი ბურნაძე მიმუშავა ამ თემაზე, ის უერთდება ახლა კურიერი PS სტუდიას. იზი, საღამო მშვიდობისა, გითხარი რა ითქვა სასამართლოზე? საღამო მშვიდობის, ერთი პროკურორი, ერთი ბრალდებული და 3 ადვოკატი. ასე გამოიყურებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-12 დარბაზი 24 ოქტომბერს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში 14 საათზე მივიდა. პროცესზე მან მხოლოდ ერთხელ დაარღვია დუმილი, ეს მაშინ როცა მოსამართლემ ჰკითხა, იზიარებდა თუ არა, ეთანხმებოდა თუ არა გირაოს შუამდგომობას, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი იყო, რომ კი. სახელმწიფო ბრალდებამ ყოფილი პრემიერისთვის აკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის გირაოს გადახდა მოითხოვა, დამატებით კი პასპორტის ჩამორთმევა და საქართველოს დატოვების აკრძალვა. ღარიბაშვილს თანხის გადასახდელად მიეცა ერთთვიანი ვადა, თუმცა როდის და როგორ გადაიხდის ის გირაოს, ეს იქნება თანხის სახით თუ ქონების უზრუნველყოფით, ეს ჯერჯერობით არის უცნობი. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს და ბრალს. გამოძიება ყოფილ პრემიერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ვიცით ისიც, რომ ექს-პრემიერის სახლიდან სამართალდამცველებმა 6,5 მილიონ დოლარზე მეტი თანხა სხვა ნივთმტკიცებულებებთან ერთად უკვე ამოიღეს. სასამართლოს ხდომამდე კი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ის ბრალსაც აღიარებს. ირაკლი ცნობს თავს დამნაშავედ, ეთანხმება ბრალს იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებაში, რაც ებმის მის იმ პერიოდს, როდესაც იგი კერძო სექტორში იყო, ბიზნესში იყო დაკავებული და შემდგომ პერიოდს, როდესაც ის იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას, როდესაც ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, როდესაც ის არ ემალება გამოძიებას, ეთანხმება ბრალს და იხდის მნიშვნელოვანი მოცულობის გირაოს, პატიმრობის ნაცვლად ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი არის პროცესუალური სტანდარტი. დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-24 წლებში იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა სხვა ანაზღაურების მიღება. მიუხედავად აღნიშნულისა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას როგორც თანამდებობის პირს გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება. ზემოაღნიშნული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბმონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს 830,000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში. ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463,630 ლარად ღირებული 2 ავტომანქანა. ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით 210,000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც გააჩნდა უძრავი ქონება.
პარალელურად მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებული იქნა ჯამში 3.670.172 ლარი. ამავდროულად დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღვის მიზნით დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6.500.000 ამერიკული დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად. ირაკლი ღარიბაშვილი გამონაკლისი არ არის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმეებზე გამოძიება გრძელდება სუსისა და პროკურატურის ერთობლივი გამოძიების ფარგლებში, ასევე დაკავებულია სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის ორი წევრი ანდრია ლილუაშვილს გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის ბრალს არ აღიარებს. პატიმრობაში რჩება ასევე ყობა ხუნდაძეც, რომელიც არის სუსის ყოფილი უფროსის გარემოცვის წევრი. ორივე მათგანს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებათ ბრალად, თუმცა ამასთან ერთად სამართალდამცველები სავარაუდო გავლენებით ვაჭრობის ფაქტებსაც იკვლევენ. სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მომავალში დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდეს. აი ამ გამოძიების ფარგლებში ასევე ვიცით ის, რომ დაახლოებით 40-მდე მისამართზე ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ჩხრეკები, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა, ძვირფასეულობა, დოკუმენტაცია, ასევე ელექტრონული მოწყობილობები და ამ ყველაფრის შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს. მადლობა, ეს იზი ბურნაძე იყო, რომელიც საუბრობდა ყოფილების საქმეზე.